ეთერში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეხება. მაშინ მამაშვილი ევგენი და ომე ხაფრასიძეები საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. კოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს. სპეცოპერაცია რამდენიმე წლის წინ გატაცებული ლევან კალაძის და მარიამ გოგინაშვილის ძებნის მოტივით ჩატარდა. გია ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დაწყებული ოპერაცია მისმა მემკვიდრემ ვანო მერაბიშვილმა საგვარეულო სამარხების თხრით განაგრძო. ლევან კალაძის და მარიამ გოგინაშვილის გვამებს აფრასიძეების ოჯახის მახლობლად მდებარე სამარხში ეძებდნენ. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მთავარი მოწმის მურავიოვის ნიშებით გათხრილი მიწა ერთ-ერთი სვანური გვარის საგვარეულო მკვლელობა ვარდების რევოლუციის წლისთავზე 2004 წლის 23 ნოემბერს მოხდა. პატრონმა არსებობის 2 თვის თავზე ეგრეთ წოდებული ლიკვიდირების სეზონი 19 წლის უდანაშაულო ბიჭის მკვლელობით გიორგობის ღამეს გახსნა. ექვსმა მეგობარმა გიორგობა დიდუბეში ერთ-ერთ ძმაკაც მიულოცა. სახლში დაბრუნებისას BMW-ს მარკის ავტომობილი პატრონმა წერეთელზე ეკლესიასთან გააჩერა. აკაკი ბართაია ერთ-ერთი მათგანია, ვინც BMW-ში იჯდა. პატრულის მანქანა იყო ჩვენგან სადღაც მეტრაში. და მძღოლი გადმოვიდა საბუთებს აწვდიდა და შეუმოწმეს ყველაფერი და რო არ გვიშვენე, რატო არ გვიშვენთ მეთქია და შევამოწმებ საბუთებს გაგიშვენთ და გიორგობა მიულოცეთ, ყველან გადმოვიდა. მე გადმოვედი, ირაკლი გადმოვყვა, მე ლევანი გადმოვიდა და ამირანი გადმოვიდა ბოლოს. საპატრულო მანქანაში ორნი ისხდნენ. BMW-სთან ჭანტურია მივიდა. მეორე დღის დაკითხვის ოქმში წერია, რომ მას იარაღის გადატენვის ხმა შემოესმა. იარაღის გადატენვის ხმა სინამდვილეში მანქანის კარის გაღების ხმა იყო. პატრულის ამგვარი მოჩვენება საბედისწერო აღმოჩნდა. მიდახმარებას იძახებს. მანამდე კი 6-ვე ბიჭი იჩხრიკება. 5 მათგანს უკვე ბორკილი ადევს და ასფალტზე წევს. პატრულის მეორე ეკიპაჟი რამდენიმე წუთში მოდის, საიდანაც იარაღმა მარჯვებული გიორგი ბაშალეიშვილი გადმოდის. შემდეგ ყველაფერი წამებში ხდება. ბიჭებს ეკონათ, რომ იარაღი ჰაერში ისროლეს. პანიკამ პატრულიც მოიცვა. უმიზესოდ დაკავებულ ბიჭებს მეგობრის სიკვდილთან ერთად წინ უარესი განსაცდელი ელოდათ. ბავშვები სასწრაფოს ითხოვენ. პატრული დამხმარეებს იძახებს. საბოლოოდ 30-მდე საპატრულო მანქანა იკრიბება. 3 საათის განმავლობაში ხელშებოჭილი თავზე იარაღდადებული ბიჭები ასფალტზე თავქვეწვანან. ვერსიებიც ამ დროის განმავლობაში კი დაჩრდილა. გადაცილ დრობაქიძეს ავტომატი დააჭერინეს. კადრიც ასე გადაიღეს. ფირზე დანარჩენი ბიჭებიც იარაღთან ერთად აღბეჭდეს. ხოლო ამის შემდეგ გადაასვენეს სასწრაფო მანქანაში 19 წლის ბიჭის ცხედარი. შემდეგ ის ავტომატი, რომელიც გარდაცვლისედო ყველანაირი ექსპერტიზის ჩატარებისა და თითის ანაბეჭდების გარეშე საპატრულო პოლიციის იმდროინდელმა შეფმა და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსმა ზურაბ მიქაძემ თავად დაიჭირა ხელში და საზოგადოებას საშიში დამნაშავის ლიკვიდაციისა და ბანდის დაკავების შესახებ ამცნო. ერთ-ერთმა გადმოსულმა გადმოიღო ავტომანქანიდან კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი და სადამაზე მჩილის გაკეთება, რადგანაც შესაბამისად მათი მხრიდან იყო მიღებული ადეკვატური რეაქცია, იყო მოწოდება იმის შესახებ, რომ დაეღარათ იარაღი, თუმცა აღნიშნულს არ დაემორჩიlen პიროვნებები, მოხდა გასულა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს დამნაშავეებმა პატრულს. მაინც გაიპარა. აქ პატრული ამბობს, რომ ბიჭებს არაფერი აქვთ. შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 5-ვე ბიჭი, როგორც შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება, იმავე ღამეს დააკავეს. საქმეში დაზარალებულად პოლიცია ცნეს. სანამ 19 წლის ბუთა რობაქიძის ლიკვიდატორი ბაშალეიშვილი დაწინაურებას ელოდა, პატრულის მიერ მოკლული რობაქიძის ბაბუა ექსპერტიზის საკითხს იხილავდა. 5 თვის შემდეგ დეტალურად ჩატარებულმა ტრასოლოგიურმა და ბალისტიკურმა ექსპერტიზამ ცალსახად დაადგინა, რომ ტყვია რობაქიძეს გულმკერდის მარცხენა ნახევარში, იღლიის ხაზზე მოხვდა. პოლიციელთა ჩვენებით რობაქიძეს ორი ხელით მუცლის ზემოთ ეჭირა ავტომატი. იდგა პოლიციელ ბაშალეიშვილის გასწვრივ და ლულა მისკენ ჰქონდა მიშვერილი. ნახაზებმა კი ცხადყო, რომ ამ დროს ბუთას ხელები მაღლა ჰქონდა აწეული და ავტომატის ორი ხელით მუცელთან დაჭერა შეუძლებელი იყო. ამ დროს ბიჭები ციხეში ისხდნენ. პატრული ჩვენებას არ ცვლიდა. ბაშალეიშვილის ჩვენების ფონზე საქმეში ექსპერტიზის დასკვნა ჩაიდო. ამის საფუძველზე პატრულის თანამშრომელზე ძებნა გამოცხადდა. გამოძიებამ 8 თვის შემდეგ ის ეჭმიტანი ლოცნა. ამ დღიდან მეორე ამბავი იწყება. ბაშალეიშვილი პოლიციას ბარდება და ჩვენებას თავდაყირა აყენებს. 8 თვის შემდეგ ამბობს, რომ იარაღი გაუვარდა. ჩვენებას ცვლიან დანარჩენი პოლიციელებიც. შემთხვევის ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომელი უკვე წეს, რომ რობაქიძეს იარაღიდან არ გაუსწრია და უცნობია ჰქონდა თუ არა იარაღი.
ბაშალეიშვილს აკავებენ. ცხადი ხდება, რომ მხოლოდ მანის როლა და რობაქიძეს ავტომატიც კი არ ქონია. ის, რასაც პოლიციის მაღალჩინოსნები ტელევიზიით ამბობდნენ, უბრალოდ მტკნარი სიცრუე იყო. მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა. ბაშალეიშვილს 3 დღეში ათავისუფლებენ. 19 წლის ბიჭის მკვლელი გირაოს სახით 4000 ლარს იხდის და ეს სასამართლოსთვის საკმარისია, რომ მკვლელი თავდებში გაუშვას. უმნიშვნელო დანაშაულზე ხალხი ჯერენ, არა? დაგერ კაცი მოკლა და გარეთ დადის. მკვლელობა გაუფრთხილებლობით ედება. ბრალდებულები არიან მოკლული რობაქიძის მეგობრებიც, რომლებმაც პატრულის თანამშრომლისგან განსხვავებით ციხეში 6 თვე გაატარეს. მათი საქმე უკვე სასამართლოში გადაიგზავნა. ღიად არის დატოვებული ავტომატის საქმეც. დღეს ის აღარავის ეკუთვნის. ტელევიზორში ნაჩვენები ცეცხლსასროლი იარაღი წარწერით გია თავიდან გარდაცვლის უნდა სჭეროდა. ჩვენების შეცვლის შემდეგ აღარავინ იცის ვის მიაკუთვნა. ამიტომ საქმე ცალკე გამოგვარს. მოტივირებული, კარგად განაზღაურებული, მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული პოლიცია და რეფორმირების პროცესში ყოფი იუსტიციის სამინისტრო. და ამ სამითოს აქვს სრული მხარდაჭერა. ნუ გეშიდიათ ნურც სატელევიზიო შანტაჟის. ზოგადად 2 მაისიდან მოყოლებული პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ბევრი უზუსტობაა. ზოგი მნიშვნელოვანი, ზოგიც ნაკლებად. მაგალითად, პოლიციის ინფორმაცია ყაზბეგის 25 ნომერზე განლაგებული დაწესებულების თაობაზე. აღნიშნული ჯგუფის მიერ მიმდინარე წლის 30 აპრილს განხორციელებული იქნა ასევე ყაჩაღური თავდასხმა ყაზბეგის ქუჩა ნომერ 25-ში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდზე. ყაზბეგის 25 ნომერში არა ლომბარდი, არამედ ვალუტის გადამცვლელი პუნქტია. იმის დასადასტურებლად კი, რომ მათიშვილი ძარცვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, ღვაწლგაშვილების ოჯახი ქორწილის კადრებს ავრცელებს. არ დავუყაჩაღებია, ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ მეჯვარეთი იყო იმ დღეს წასული. ხალხმრავალ ადგილას მოხდა შემთხვევას არაერთი თვითმფრინავი ხავს. უმრავლესობა ნანახზე ღიად საუბარს ერიდება. თუმცა გამოძიებას ჩვენებას აუცილებლად მისცემენ სახალხო დამცველის თანაშემწეები, რომლებიც სპეცოპერაციას შემთხვევით შეესწრნენ. ისინი თურქეთიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან. ისტორია ნომერ 2 24 თებერვალს ჩატარებული პოლიციის სპეცოპერაცია მასწინა ხუთშაბათს თავისუფალ თემაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს კი შეეხო ერთ-ერთი ეჭმიტანილის სხეულში 50-ზე მეტი ტყვია აღმოჩენილი. როგორ ხსნის ამას პოლიცია? მიშა დევიძის რეპორტაჟი. ამ ფოტოებზე მკაფიოდ ჩანს თუ რა შედეგით დასრულდა ქუთაისი ბაღდადის გზაზე ჩატარებული სპეცოპერაცია. ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი ამ შემთხვევიდან ნასროლი ტყვიების რაოდენობა გახდა. სპეცოპერაციის დროს ერთ ადამიანში ამოღებულია 53 ტყვია. 2006 წლის 24 თებერვალი, ღამის 11 საათი და 20 წუთი. სპეცოპერაციის დროს ბუთხუს კიზირიას, ვალერი ბენდელიანის და ზვიად ბაბუხადიას ლიკვიდირება პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოახდინა. მაშინ პოლიციის მხრიდან ცეცხლის გახსნის მიზეზად ეჭვმიტანილების დაუმორჩილებლობა დასახელდა. ისინი არ დაემორჩიlen პოლიციის ბრძანებას და მოახდინეს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლა პოლიციის მუშაკების მიმართულებით. კრიმინალების მხრიდან სროლის შედეგად მოხდა პოლიციის მხრიდანაც რა თქმა უნდა ადეკვატური სროლა, რის შემდეგაც ადგილზე იქნა გარდაცვლილი 3 კრიმინალური დაჯგუფების წევრი. პოლიციას აქვს სპეცოპერაციის ერთადერთი მოწმის, გია ჩიტიაშვილის ჩვენებაც. იმ ღამეს მან შემთხვევის ადგილზე ეჭვმიტანილები საკუთარი ტაქსით მიიყვანა და ინციდენტს თვალს 30 მეტრი დანადევნებდა. თვითონ მილიციაში რომ მე პირადად მე იარაღი ბიჭებისთვის არ შემიმჩნევია. გამაჩერებინენ მანქანა, ბიჭები ჩამოდიან დაბლა, მე უკან ხევით მინდა მანქანა მოვაბრუნო და უკვე მანქანა ვერ მოვაბრუნებენ, რომ დამანახენ ფანარი რომ არ არიან მანქანაში არავინი და ამის შემდეგ მიდის ესე იგი ჩემს კრუგом გარშემო ესე იგი უკვე იქ ვეღარ გავარჩიე ვინ როგორ ესრულებოდა ვის ესრულებოდა საშინელი სროლა. 3 გარდაცვლილიდან ექსპერტიზა მხოლოდ ერთს ბუთხუს კიზირიას ჩაუტარდა და მისი სხეულიდან 53 მასრა ამოიღეს. პოლიცია ვერ ხსნის რითი იყო საჭირო ამდენი ტყვის ერთი ადამიანისთვის სროლა. მათი განმარტებით სპეცდანიშნულების რაზმი შიდა განაწესის მიხედვით მუშაობს და ოპერაციის დროს უფლება აქვს გამოიყენოს ის მეთოდები, რომელსაც იმ მომენტში ჩათვლის საჭირო. ამი ერთ ადგილას დაახვრიტეს და აწრილეს ამდენი ტყვიები აქვს. ერთი ხელწერით არის საკონტროლო ტყვია სამივეზე გაკეთებული და ერთ უწერია ქუთაისი. დაუდგენელია სიკვდილის მიზეზი, მე ორს უწერია ვარციხე და ჩვენსას ვინაიდან ჩვენი ინიციატივით გაკეთდა ექსპერტიზა და ჩვენ დავწერეთ განცხადება და მოვითხოვეთ ექსპერტიზის გაკეთება, უკვე დაუწერეს გარდაცვალების მიზეზი. ცევეძებნილი ლაშა ხოშტარია.
2005 წლის 3 ივლისი პანკიში, სოფელ დუიში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა 4 ეჭვმიტანილი და 1 სპეცრაზმელი. 2 ეჭვმიტანილის ავთო და ვახა გუმაშვილების ლიკვიდაცია ადგილზე განხორციელდა. 2005 წლის 27 აგვისტო სოფელი მარანი ლიკვიდირებულ იქნა ძემნელთა სამკაციანი ჯგუფი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას. 2005 წლის 24 ოქტომბერი სამტრედია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებმა ადგილზე მოახდინეს ერთი ძებნილის ლიკვიდაცია. მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. 2005 წლის 11 ნოემბერი თბილისში გამსახურდიას ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ ბინის ფურდობაში ეჭვმიტანილის 3 პიროვნება დააკავა. ოპერაციის დროს ადგილზე იქნა ლიკვიდირებული 19 წლის ახალგაზრდა. ის კი ვიცი რომ ეს ბავშვი გარბოდა და ესროლეს. 2006 წლის თებერვალს თბილისში ინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ყოფილი სამართალდამცავი პოლკოვნიკი გიათელია საკუთარ ბინაში მოკლეს. 2006 წლის 5 მარტი ქუთაისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია 3 ეჭვმიტანილი. 2006 წლის 2 მაისი თბილისში ჩოგბურთის სპორტებთან სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 2 ახალგაზრდა ალექსანდრე ხუბულოვი და ზურაბ ვაზაგაშვილი. ძიმე დაიჭრა ბუბა ფუთურიძე. სანდრო გირგულენის მკვლელობაში ბრალდებული და ახალაიას მოადგილე გია ალანია და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის 3 თანამშრომელი ატეხილი აჟიოტაჟის გამო დარბაზში დაგვიანებით შემოიყვანეს. პროცესი გირგულენის ოჯახის წარმომადგენლის 2 შუამდგომლობით დაიწყო. შალვა შავგურიძემ უცნობი ადამიანების დარბაზიდან გაძევება და საქმის განხილვის თუნდაც 3 დღით გადადება მოითხოვა. მოკლულის ოჯახის ადვოკატს მოსამართლე გიორგი ჩემიემ ორივე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. სასამართლო პირველ რიგში ოქროყანაში სანდრო გირგულიანთან ერთად მყოფი ლევან ბუხაიძის ჩვენებით დაინტერესდა. გადარჩენილი ბუხაიძე კლავაც უარყოფს შარდენ ბარის შესასვლელში გია ალანიასთან მომხდარ ინციდენტს და ძიებას მკვლელობის მოტივის ბარის გარეთ ხელოვნურად გატანის მცდელობაში ადანაშაულებს, რაც ბუხაიძეს მკვლელობის დამკვეთების არსებობის ეჭვს კიდევ უფრო უმძაფრებს. მისი წარმომადგენელი კი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ხელსაფარებს პოლიციის იმ მაღალჩინოსნებს, რომელთა გვარებიც გირგულიანის მკვლელობასთან დაკავშირებით დასახელდა. ეს არის განსაკუთრებულად დამამძიმებელი გარემოში მოხდარი მკვლელობა. ისიც რა მოკლული ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცი ბიჭი. იგი იპოვეს ნაწამები და გაშიშვლებული იპოვეს -1 გრადუსიან ყინვაში. აი მიმიფურთხებია ესეთ სახელმწიფოთვის, სადაც აქ საჭიდაო გახდება მკვლელობის შემკვეთების დაჭერაზე ლაპარაკი და თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრის დაჭერაზე ლაპარაკი. თორსა პრეზიდენტი გამოდის და პირდაპირ ისავს მკვლელებს. გასაკვირველია დამკვეთები არსებობს, ყველა მტკიცებულება არსებობს ამისი, არსებობს მოწმის ჩვენება, არსებობს დაზრალებული ჩვენებები, არსებობს მთელი რიგი ჩანაწერები და მისაღებია გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი სააკაშვილი. ან ის ხელს დააფარებს მკვლელებს, ან მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. სანდრო გირგულენის მკვლელობის საქმის განხილვა ხუთშაბათს დილის 10 საათზე განახლდება. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი მოწმეები დაიკითხებიან შემდეგ პროცესზე. მოტივირებული, კარგად ანაზღაურებული, მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული პოლიცია და რეფორმირების პროცესში ყოფი იუსტიციის სამინისტრო. და ამ სამინისტროს აქვს სრული მხარდაჭერა. ნუ გეშინიათ ნურც სატელევიზიო შანტაჟი. რაფერს ბევრს საინტერესოს ვერ ხედავ იმაში, რასაც ამბობს მამარდაშვილი, აქ საინტერესოა ის, რასაც ამბობს პოლიციის ჩინოსანი. შეიძლება ესეც იყოს დამუშავებისთვის გამოყენებული, როგორც ითქვა, მაგრამ დამუშავებულ ამ შემთხვევაში პოლიციის ჩინოსანი უფრო გავს, ვიდრე ეს მამარდაშვილი. მამარდაშვილი მართლაც ცდილობს გარკვეული ინფორმაციის მიღებას და მასტერას ეკითხება იმას, რასაც დღემდე დანამდვილებით არავინ ამბობს, ანუ ვინ გასაბრძანება ციხეში ცეცხლის გახსნაზე. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სანდრო გირგულიანის თემა პირველად ტელეკომპანია იმედმა გააჟღერა. პირადად მე და არა რომელიმე ჟურნალისტი ვარ პასუხისმგებელი ამ სიმართლეს. ზუსტად ეს გახდა ხელისუფლების უკმაყოფილობის მიზეზი და ამის გამო ძალოვანი და საფინანსო სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ ჩემს კომპანიებს, რათა შექმნან мотиваცია, რომ განვახორციელოს ზეწოლა იმედის ჟურნალისტებზე და ხელი შეუწყო ხელისუფლებისათვის სასურველი სურათის შექმნას. ბატონებო, თუ ამას დავთანხმდები მე, როგორ გაგისწორეთ ამის შემდეგ თვალი თქვენ? სანდრო გირგულიანის დედას, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, მის მეგობრებს. იმ საზოგადოებას, რომელიც უკვე კარგახანია იმედის თვალით გვიყურებს. ამიტომ მე კატეგორიულ უარს ვაცხადებ ქართველი ხალხის მოტყუებაზე ჩემი ტელევიზიის ეკრანიდან.
ჩემი ამგვარი პოზიცია ხელისუფლების მიერ შეფასებული იქნა როგორც შანტაჟი. ავცელებენ მითს იმის შესახებ, რომ მე ვაწარმოებ მათზე ზეწოლას იმის შესახებ, რომ ტელევიზიის საშუალებით. იმიტომ რომ არ მაძლევენ საშუალებას ვიყიდო ყველა და ყველაფერი. საკუთარ მოხსენებაში ბიზნეს ფედერაციის პრეზიდენტი სხვა ბიზნესმენების ინტერესების დაცვასაც ცდილობდა. მან დარბაზში შეკრებილებს ის ფონდები გაახსენა, რომელშიც ხელისუფლება მეწარმეებს ფულს, მანქანებს და აქციებს ძალის გამოყენებით არიცხინებდა. ერთ-ერთი ასეთი ფონდი იყო პროკურატურასთან არსებული ფონდი, რომელშიც გადახდილია არც ბევრი არ ცოტა 160 მილიონი ლარი. ესეთ როდესაც იყო შეხვედრები ბიზნესმენების შინაგან საქმეთა მინისტრთან, და გამიკვირდა, რომ როდესაც უყურებდი დაბნეულ ბიზნესმენებს, რომლებიც არ ლაპარაკობდნენ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც მათ ჰქონდა. როდესაც მე ეს დოკუმენტები ავიღე ხელში, სადაც დავინახე ბევრი ნაცნობი გვარი, სადაც დავინახე რა ფორმებით ხდებოდა ამ თანხების აკუმულირება ამ ფონდში. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს ფონდი იღებდა თანხებს, რომელიც თანხების ბიუჯეტში უნდა შესულიყო. მართალია ეს იყო ხარკის სახით აღებული თანხები ბიზნესებისგან და თითქმის არ დარჩა ბიზნესი, რომელმაც არ იწვნია ეს. ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლის განაცხადი ასე შეაფასა ხელისუფლებამ ბადრი პატრაკაიშვილის დღევანდელი გამოსვლა. ოპოზიციის წარმომადგენლები პატრაკაციშვილს ძლიერი ოპოზიციის შესაქმნელად უკვე ღიად თხოვენ თანხების გაღებას. პირველი ბიზნესმენს დღეს უმრავლესობიდან გიგა ბოკერია გამოეხმაურა, მან პატრაკაიშვილს ოპოზიციის რეალური ლიდერი და შესაძლო სპონსორი უწოდა. ბაკუ ავალიანი საუბრობს პოლიტიკური გამოხმაურებების შესახებ. გიგა ბოკერია ერთადერთი იყო უმრავლესობიდან, ვინც ბადრი პატრაკაშვილის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა. ოპოზიციამ კი დრო არ დაკარგა და ბადრი პატრაკაშვილს დახმარება ოფიციალურად სთხოვა. მე მინდა ბატონ ბადრის უთხრა მადლობა ჯერ პირველ რიგში, იმიტომ რომ ის როგორც იქნა გამოვიდა ჭtildeიდან და როგორც ჩანს ჩვენ ვიხილეთ ასე ვთქვათ ოპოზიციის რეალური ლიდერი და შესაძლოა სპონსორიც. განსაკუთრებული მადლობა უნდა უთხრა მას გულწრფელობისთვის. ბატონმა ბადრიმ პირდაპირ უთხრა დღეს საზოგადოებას, რაში მდგომარეობს მისი უკმაყოფილების რეალური მიზეზი. ვაკო ავალიანი საუბრობდა, მადლობა ვაკო. დღეს კურიერისთვის ცნობილი გახდა იმ ცირკულარის შესახებ, რომელიც საქართველოს ინტერპოლმა რუსეთის ინტერპოლის ბიუროსაგან მიიღო. თავის მხრივ ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით რუსეთის ინტერპოლს მოთხოვნა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაუგზავნა. წერილში რუსეთის გენპროკურატურა ბადრი პატარკაციშვილის დაკავებასა და რუსეთში ექსტრადირებას ითხოვს. მას წაყენებული აქვს სამი ბრალდება, მათ შორის ბორის ბერეზოვსკისთან ერთად 1994-95 წლებში სააქციო საზოგადოება ლოგოვასსა და ალტოვაზის ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობა. ცირკულარში მითითებულია ბადრი პატარკაციშვილის რამდენიმე პასპორტის ნომერი. წერილი საქართველოს ინტერპოლს მიღებული აქვს 2006 წლის 14 მარტს. კომენტარს ამ ცირკულართან დაკავშირებით დღეს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც ინტერპოლის საქართველოს ბიურო აკეთებს. ახალი დეტალები ქუთაისში მოკლული 19 წლის ვალერი ფხაკაძის საქმეზე. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყელებული ჭრილობის შედეგად არტერია ჰქონდა დაზიანებული და საავადმყოფოში მიყვანამდე დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. დღეს უმკვლელობის საქმით სახალხო დამცველის აპარატი ინტერესდება და წინასწარი მოკვლევით ფაქტს პატრულის მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენების კვალიფიკაციას აძლევს. პოლიციელი კი, რომელმაც იარაღი გაისროლა, დაკავებულია საქმეს პროკურატურა იძიებს. პატრულს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქუთაისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ნინი საყვარელიძე გვიამბობს. 19 წლის ვალერი ფხაკაძის მკვლელობიდან მეორე დღეს პატრულის ბრალეულობაზე უკვე პროკურატურა საუბრობს. დაკავებულია პატრულის თანამშრომელი ივანე კაპატაძე, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდა. ბრალდება, რომელიც მას წაუყენეს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვალერი ფხაკაძე საავადმყოფოში ბეჭის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით მიიყვანეს. ექიმი განმარტავს, რომ მას დაზიანებული ჰქონდა არტერია, დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მკვლელობის ფაქტი დღეს სახალხო დამცველის აპარატის დაინტერესდა. იმერეთში სოზარ სუბარის რწმუნებული მკვლელობის ადგილზე მივიდა და თვითმხილველებს გაესაუბრა. თეონა კუჭავა აცხადებს, რომ წინასწარი მოკვლევით საქმეში სამართალდამცავების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად და გადაჭარბებით გამოყენება გამოიკვეთა. აი ამ ბავშვის გაჭრის შემდეგ მთელი 2 საათი ეს ბავშვი იყო უყურადღებოდ და არ გაეწია დახმარება. გამიგე არ იყო ექიმამდე მიყვანილი, თორე შეიძლება გადარჩენილი. ნახეს რომ ეს ბავშვი უკვე საშიშოცხო არაფერი ქონდა, წამოახოხიალეს იქიდან და დასვეს აქ. აქ რო დასვეს დაიწყენ ხმამაღლა საუბარი, რა გინდოდა პადუარში კანალიზაციას წმენდიო? დღეს მე ვარ მამა გამწარებული, ხვალ სხვას გაგვიმწარებენ. ბოლო უნდა მოიღოს ამ უბედურებას. რა მოხდა 9 ივნის საგარეჯოში და შეიძლება თუ არა სპეცოპერაცია მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით. ფეხებში ესრულად საკოთა დაეჭრათ, თუ და ორივე ფეხი შემოერეცათ. რაც მიკლავდნენ შვი, თუ დამნაშავეთ მიეჭდათ წაეყვანათ და გაეგოთ სიმართლე. პოლიციის მტკიცებით 29 წლის მიხეილ ბერძენიშვილის სპეცოპერაციისას ადგილზე მაშინ იქნა ლიკვიდირებული, როდესაც ის სამართალდამცავებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა. უკვე მოკლულ ბერძენიშვილს იარაღი მარჯვენა ხელში ეჭირა. ვითომ მილიციას ცეცხლი გაუხსნა და იმიტომ მოკლეს. ეს თითი არ აქვს, ვერ მოიფიქრეს, იარაღი აი აქ ჩაუდეს. ამ თითს აი როგორ გამოიკრამდა შვილო? მკვლელობა მოხდა ამათლზე, აი პროფესიის ლანგები აი აქ. გარდაცვლილის მეუღლის განცხადებით ბერძენიშვილი ცოლთან ერთად საცხოვრებელი სახლის ეზოში წყაროზე ჩაიდნით იყო ჩასული. მიეთბიაშვილი ამბობს, რომ მის ქმარს იარაღი არ ქონია, თუმცა რომ მქონოდა მის ასაღებად დრო არ იყო. ის პოლიციის გამოჩენისთანავე ეზოს გასასვლელისკენ გაემართა იმ დროს, როდესაც ძალოვნები ბერძენიშვილების სახლის ტერიტორიაზე ისროდნენ, სახლში 2 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. ჩაიდანი თვითონ აქვს და ესე მოვდიოდით მიშკა, აქეთ მოდიოდა მე ესე ზუსტად ესე ჩამ. ამ დროს აქ უკვე ჩვენ ცივილ-ტივილის ხმა გავიგეთ ბავშვების და მივხვდით რომ ამ დროს მილიცია მოვიდა და მიჩვეულები ვიყავით რომ ესე რომ შემოცვინებდნენ და ბავშვები ისტერიკაში ვარდებოდნენ და აი ესე გაიქცა, აი აქ დააგდო ჩაიდანი და ესე გაიქცა და აი აქედან გავიდა მე იქეთ მხარეს. ხელში იმ დროს უკვე არაფერი არ ეჭირა. მანამდე თქვენ ჩაიდანი ეჭირა მანამდე და მილიციის ხმა რო გაიგო ბავშვების ცივილ-ტივილის ხმა, მაგ დროს ჩაიდანი გააგდო ხელიდან სიმტრის და გამოიქცა. ასლის დრო არ ქონია? არა, არ ქონია, არა. ოჯახი პოლიციისგან მოკლული ბერძენიშვილის დამნაშავეობის მამტკიცებელ საბუთს მოითხოვს. წყაროზე ჩაიდნის ჩასული ძებნილისთვის კი თუნდაც მისი უდანაშაულო დაღიარება ამ დროისთვის უკვე აზრს კარგავს. არავის არ იანებით კი გარდაცვლილის ოჯახში მივიდნენ. ივანე ვაშაკიძის ციკლში ოჯახი ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებს, რასაც კეზერაშვილის უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ. ნინი საყვარელიძე იმყოფებოდა დღეს შიდა ქართლში. დაარტყესა? და მოკლეს ადგილზე. მე რო შეხედეს რომ გარდაიცვალა, ახლა სხვანაირად უნდა თავად საქმე შეეტელინა. გააღეს კარები და მარჯვენა მხარეს ჩასვეს. ზღოლი როდის იყო მარჯვენა მხარეს თავის თადიოდა. მორჩა მაგ დაიწყო გულგრილებიდან იმათი ვერაფერი ვერ გაიგეს და საცუდავითაც ვირაც გაიგებს. რა გამონავთქოთ? ინციდენტი 20 მაისის ღამეს სურამის შესასვლელთან მოხდა. ვაშაკიძეს იმ დღეს მეზობელ სოფელში მცხოვრებმა დავით ნასყიდაშვილმა მანქანით ვაშლის დასავლეთ საქართველოში გადატანა სთხოვა, რაშიც გარკვეული საფასური გადაუხადა. 11 საათისთვის სურამთან მომხდარი ინციდენტისას ვაშაკიძე თავში მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. ნასყიდაშვილი კი სამხარეო პოლიციამ იმ ღამესვე დააკავა. სწორედ სამმართველოში უყვება ნასყიდაშვილი დეტალებს ვაშაკიძის ახლობლებს. ის იმას იძახის, მოვიდა გზაზე ამოგვიდგა მანქანა, შუქები აგვით უთხრა საფინანსო პოლიცია ვარ. აპადიონში ავდიოდით, აღმართ შევდით, არ გაუჩერეთ. ვერ ვაჩერებით მანქანას და შემოგვივიდნენ კარებში. რა მიქონდათ, რა ქონდათ მანქანა? ულაშლიო. სასტიკადაცემი რევას ცალანი მესტიაში საკუთარ სახლში დღეს დილის გარდაიცვალა ცალანი გუშინ ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრიდან ოჯახის წევრებმა სახლში გადაიყვანეს. პაციენტი მკურნალობას აღარ ექვემდებარებოდა. ცალანის თემის ფაქტზე ვრცელი რეპორტაჟი პირველად პროგრამა დროებამ მოამზადა. სწორედ ამ სიუჟეტის შემდეგ გახდა ცნობილი მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რევას ცალანის სასტიკადაცემის ფაქტი. ჩვენ რაც გამოვიგვლიეთ იმ მასალებით გამოკვეთილია რაიონის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხიც, იმიტომ რომ მან როგორც მინიმუმ გურჩიან. როგორც მინიმუმ გულგრილობა გამოიჩინა.
გასული წლის 22 ოქტომბერი სპეცოპერაცია სახელწოდებით ალპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი და ადგილობრივი პოლიცია მესტიის რაიონში კრიმინალური დაჯგუფების წევრებს აკავებს. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს სამინისტრო. სხვადასხვა ტელეეთერში გასულ კადრებზე ეგრეთ წოდებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ზეზო შამფრიანი ჩანს. 29 წლის ახალგაზრდა დანარჩენ სამ დაკავებულთან ერთად ბანდის წევრად მონათლეს. შამფრიანს დაკავების მომენტისთვის ცემისა და სისხლის კვალი ეტყობა. ძალადობის ნიშნები ეთქობოდა როგორ გავიგოთ ახლა. იყო დაცემება. დაზიანება მას აღანიშნებოდა სხეულზე. დანიშნულ დაზიანებასთან დაკავშირებით თვითონ განმარტავს, რომ ეს დაზიანება მიიღო მან დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე. დღეს ის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტია. ესმის არასასიამოვნო ხმები, ეჩვენება, რომ ნიღბიანები მოსდევენ, გონია, რომ მოკლას უპირებენ და განადგურებით ემუქრებიან. მიდრეკილია სუიციდის, ანუ თვითმკვლელობისკენ. არ ესმის რა უნდა ამ დაწესებულებაში და სასწრაფო წესით გასამართლებას ითხოვს. რეაქტიული ფსიქოზი ზეზო შამფრიანს დაკავების მომენტში მიღებული ფსიქოტრამვის შედეგად განუვითარდა. ასე წერია ექსპერტიზის დასკვნაში. ზეზოს დედისთვის გაუგებარია რა შეედება ბრალი მის შვილს. ჯაჯვანის კრიმინალური დაჯგუფების წევრად წოდებული შამფრიანი დაკავებიდან 8 თვის შემდეგაც მხოლოდ სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და იარაღის უკანონოდ ტარებაშია ეჭვმიტანილი. არ დასტურდება ახლა უკვე ფსიქიატრიulis პაციენტისა და ბექა ჯაჯვანის კავშირი. გასულ ინფორმაციას იყო ჯაჯვანის კრიმინალური დაჯგუფების წევრ და აქვს თორე ინფორმაცია ზოგადად პროკურატურის. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მონაცემი საქმის მასალებში არ არის. ის დამადასტურებელი რომ ეს იყო ჯაჯვანის დაჯგუფების წევრი. სამეგრელო ზემოსვანეთის პროკურორის მოადგილის ამ განცხადების შემდეგ უცნაურად ჟღერს შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულები სწორედ ჯაჯვანის დაჯგუფების წევრები არიან და პოლიციამ ისინი მაშინ აიყვანა, როდესაც სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ჯაჯვანის სახლთან პოლიციის 2 თანამშრომელი დაიჭრა. ზებუნების საყვანის დრო გავგზავნეთ სპეციალურად ვერტფრენით, ჩვენ მზად ვიყავით წამოგვიყვანას დაჭრილი ეჭვმიტანილიც, თუმცა საფრთხე ექმნებოდა მას ტრანსპორტირების დროს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთის დაჭრა მაშინვე დაადასტურა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვანო მერაბიშვილის თქმით, დაკავებულიც და პოლიციელებიც სპეცოპერაციის დროს ორმხრივი სროლის შედეგად დაზარალდნენ. სამინისტროსგან განსხვავებულ ვერსიას ავრცელებენ დაკავებულის ნათესავები. მათი თქმით, ოპერაცია სამართალდამცავებმა ხიდზე ჩაატარეს. ისინი ხიდის ორივე მხარეს იყვნენ განლაგებულები და როდესაც მათ შორის მყოფ დაკავებულებს ესროდნენ, ერთმანეთი დაჭრეს. პოლიციელების სროლის შედეგად დაიჭრენ სპეცნაზელებიდან მიხეილ მაისურაძე და მიხეილ ბიძინაშვილი. პოლიციამ 22 ოქტომბერს ზეზო შამფრიანთან და ფარჯიანთან ერთად ნიგურიანი და უშხვანიც დააკავა. ისინი პოლიციის ზედამხედველობით მალევე გაათავისუფლეს. ფარჯიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქმის არსებით განხილვამდე 2 დღით ადრე შეწყდა. მისი ოჯახის წევრებისთვის გათავისუფლების მიზეზი ისევე გაუგებარია, როგორც დაკავების. მე როგორც ვიცი, 1-3 დღის წინ ვიცი ინფორმაცია მაქვს, რომ გამოუშვეს ჩემი ძმა, მაგრამ რის საფუძველზე და რატო ეს მაგას ვერ გიპასუხებ. ჩატარებული სპეცოპერაციის მასშტაბებიდან, მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარიდან და მიღებული შედეგიდან გამომდინარე, უცნაურად ჩანს ბანდიტებად და კრიმინალებად დასახელებული პირებისთვის მხოლოდ იარაღის უკანონო ტარების ბრალდების წაყენება. დაკავებულთა ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია სამართალდამცავებს მართლაც ჰქონდა რომელიმე კრიმინალური დაჯგუფების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. ხელში კი უდანაშაულო ადამიანები შერჩათ. ნათესავებისვე განცხადებით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უჭირთ შეცდომის აღიარება. სწორად ამ შეცდომის გამოსწორებას ემსახურება ბანდის წევრებად წოდებული დაკავებულების ეტაპობრივად გათავისუფლება. დაკავებული 4-ეულიდან კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ზეზო შამფრიანის ბედი რჩება. ის სამართალდამცავთა გადამეტებული გულმოდგინების გამო ფსიქიატრიულში რჩება და გაურკვეველი დანაშაულისთვის გასამართლებას ითხოვს. მოტივირებული, კარგად განაზღაურებული, მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული პოლიცია და რეფორმირების პროცესში ყოფი იუსტიციის სამინისტრო. და ამ სამინისტროს აქვს სრული მხარდაჭერა. ნუ გეშინიათ ნურც სატელევიზიო შანტაჟის.
პატრულის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 22 წლის გიორგი მიქიაშვილი 2005 წლის ოქტომბერში დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მას 1 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა მისთვის სასჯელის 6 წლამდე გაზრდას ითხოვს. დაცვის მხარე კი სასამართლოს დაკავებულის გათავისუფლების შუამდგომობით მიმართავს. მიქიაშვილის წამებასთან დაკავშირებით საქმე სტრასბურგის სასამართლოც იხილავს. პროცესი სააპელაციო სასამართლოში 17 ნოემბერს უნდა განახლდეს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ სასჯელ ახსურლების დეპარტამენტი გიორგი მიქიაშვილის პროცესზე მიყვანას უზრუნველყოფს. დარბეულ გარემოაჭრეთა ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თამელა შევარდნაძე აცხადებს, რომ დარბევისას ის საპატრულო სამსახურის თანამშრომელმა სცემა და შეებულს მხარს ახალი მიმარჯვენეებიც უჭერენ. ისინი ფიზიკური ზიანის სანაცვლოდ კომპენსაციას და დარბევაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 3 დღეში მინისტრის წინაშე დარბევის ორგანიზატორის დავით ტაბუცაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. ტაბუცაძე კომენტარს არ აკეთებს. აი ღმერთის წინაშე ვიფიცები. აქეთ თუ ღარიბი ვარ მართალია სახლი არა მაგარი არა მაგრამ აქეთ სხვებს ვეხმარები ჩემი შრომით მე როგორც უნდა დამაყენოს ფეხზე რომ ჩემი ობოლი ჩემი საწყალიშვილი ლუკმაპურის გარეშე სულ სამადლო არ გამიხადოს. ჩვენი მოთხოვნა არის შემდეგი, რომ პატრულის უფროსი ახალ ჩამოყვანილ უფროსი რომელიც ძალიან მცირე ხანი არის დაინიშნა და უკვე ძალიან ბევრ ასე თქვათ არასახარბელ და ცუდ ფაქტებში არის და პრობლემებში მხილებული ამ ადამიანმა როგორც უშუალოდ აქციის დარბევის ორგანიზატორმა და ის არც მალავდა და პირდაპირ იძახდა რომ ის არის ამის ყველაფრის ორგანიზატორი საკუთარ თავზე აიღოს პასუხისგებლობა დაფაროს მკურნალობის ხარჯები პირველ რიგში ამ ადამიანის და 3 დღის ვადაში გამოავლინოს ის თანამშრომელი რომელიც უშუალოდ ხელით გაუსწორდა ქალბატონს. 2005 წლის 23 ივნის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ტრასაზე ტაქსს აჩერებდნენ. მათთვის მოულოდნელად ლევანი და მისი მეგობრები ჯიპიდან გადმოსულმა ორმა ნასვამმა მოქალაქემ გინებით და იარაღის მუქარით მიწაზე დააწვინეს. ზოგი დაჩოქილი, ზოგი რაღაც არ გვესროლო. ნუ ახლა ეთყობოდა სიმთვრალე ეთყობოდა ამ ადამიანს. თუ თანამშრომელი ხარ, წაგვიყვანეთ. გაყოფილება შენ რა არ გჯერავსო. მაჩვენა მოწუვა ხა უშუალოდ არ წამიხტავს შიგნით რა ეწერა, მაგრამ ვიღაცა ადამიანი პოლიციელის ფორმით სურათი იყო. უცებ წელში მწვდა ამომატრიალად და ასვალზე მარტყმოინა თავი. ამის შემდეგ თავდამსხმელები ისევ ჯიპში ხდებიან, თუმცა ბიჭებმა იმის თქმა მაინც მოასწრეს, რომ მანქანის ნომერი დაიმახსოვრეს და პოლიციაში იჩივლებდნენ. ლევანი თანდათან გონებას კარგავდა, მისი მეგობრები სასტრაფოს გამოძახებას ცდილობდნენ, როცა ჯიპი ისევ დაბრუნდა და ბიჭებს პანიკის ნაცვლად რესტორანში წასვლა შესთავაზეს. ლევანის მოვკიდეთ ხელი ერთ-ერთის დახმარებით და გადავიყოლეთ მანქანაში. და მანქანაშიც ისეთივე საუბარი იყო, რომ ეს უკვე თავის დარტყმას და ღებინება ჰქონდა ლევანის და ლევანს თავის ფუძის მოტეხილობა დაუდგინდა. ის სასტრაფო ოპერაციიდან 1 თვის განმავლობაში კომაში იყო. ტრეპანაციის შემდეგ ექიმებმა თავის ქალის ნაწილი პლასტიკადით შეცვალეს. ეს პლასტიკადი აქვს ჩართმული ტრეპანაციის შედეგად. ეს ჩაყვება აგერაი ეს და ეს ხელფეხი გაჩერებული აქვს საგრძნობლად. აი როგორც კიდე უშვებთ, სისხლის მიმოქცევა არანორმალურად მიმდინარეობს, ხელი უშავდება, უცივდება, გრძნა აქვს საგრძნობელი ტკივილი. გადაადგილებისას ფეხის ტერფიც არ ემორჩილება. ადამიანი, რომელმაც იმ საღამოს ლევან თევზაძე სასიკვდილოდ გაიმეტა, ისანი სამგორის რაიონის სამძებროს უფროსი.